ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის საღამო შედგა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ იელის უნივერსიტეტის გუნდისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული რეპერტუარის წარსდგა. სცენაზე ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული სიმღერები. ამერიკელი პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების შესრულებით გაჟღერდა. საღამო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ გახსნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ამერიკის შეერთებული შტატების იელის უნივერსიტეტის საგუნდო მუსიკის საღამოს. იელის უნივერსიტეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის გუნდს აქვს დიდი ხნის თანამშრომლობა საქართველოსთან. გუნდის პროგრამაში ბევრმა ქართულმა სიმღერამ დაიკავა ადგილი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში ქართული სიმღერა დღემდე იკავებს მნიშვნელოვან ისტორიულ, კულტურულ და იდენტობის განსაზღვრელ როლს, ბუნებრივია დამსვე საზოგადოების განსაკუთრებული აქტივობა დღევანდელი ღონისძიებისადმი. დიდი პატივია ჩემთვის ამ იელის გუნდის ღონისძიების ტურის ორგანიზება სომხეთში და საქართველოში. ეს გუნდი არსებობს უკვე 70 წელიწადი და ეს არის მათი მეექვსჯერ მოგზაურობა საქართველოში. წინა მოგზაურობები იყო საბჭოთა პერიოდში, 70-იან და 80-იან წლებში. დღეს მალიერი ვართ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუმრები ვიყოთ. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა ადილამ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა. ღონისძიებას განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შედგა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საღამო ჩვენს უნივერსიტეტში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა იელის უნივერსიტეტის საგუნდო ანსამბლი. ეს არის ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც მათ შორის ქართულ ენაზე მღერის სიმღერებს. ამიერიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური სივრცის ფლაგმანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სიმწყეშია წარმოდგენილი და უკვე წარმოადგენს კულტურისა და ფოლკლორის უდაო ცენტრს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კიუ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ რუსთავთან და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ მართვესთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კიუს ბაზაზე შეიქმნა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია, რომელიც სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ და გაიღრმავონ ცოდნა ქართული ფოლკლორის მიმართულებით. იელის უნივერსიტეტის საგუნდო მუსიკის საღამო კიუში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით გაიმართა.